Teleradio kompania Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. ბერძნული მითოლოგია, სიბრძნისა და სამართლიანი ომის ქალღმერთი ათენა. ბერძნული მითოლოგიის სამყაროში ათენა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ღრმა და ცივილიზაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ღვთაებაა. იგი არ არის მხოლოდ ომის ქალღმერთი, როგორც ხშირად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ათენა წარმოადგენს სიბრძნეს, გონიერებას, სტრატეგიას, სამართალს, ხელოვნებას და იმ წესრიგს, რომლის გარეშეც ძალა ქაოსად იქცევა. თუ არესი ომის დაუფიქრებელ მძვინვარებას გამოხატავს, ათენა მის გააზრებულ, აუცილებელ და მიზან მიმართულ მხარეს წარმოადგენს. იგი გვასწავლის, რომ ომის ბედს მხოლოდ ძალა არ განსაზღვრავს. გამარჯვებას წინ გონებით ნაგები სტრატეგია უწვის. მისთვის გამარჯვებას შემთხვევითი შედეგი არ არის. იგი არის გააზრებული პროცესის დასასრული. ათენას დაბადება ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ეპიზოდია. გადმოცემის მიხედვით იგი პირდაპირ ზევსის თავიდან დაიბადა. სრულიად შეიარაღებული, მუზარადით, შუბითა და ფარით. ეს სურათი მხოლოდ მითოლოგიური ფანტაზია არ არის, იგი მიანიშნებს, რომ ათენა გონების შვილად აღიქმება. იგი არ იზრდება, არ ყალიბდება, იგი უკვე სრულყოფილი ფორმით იბადება. ამგვარად ათენა არ არის გამოცდილების ნელ-ნელა დაგროვილი შედეგი. იგი არის გონების უმაღლესი ფორმა, რომელიც უკვე დასრულებულია და არ საჭიროებს ჩამოყალიბებას. ბერძნებისთვის ათენა მხოლოდ ბრძოლის ქალღმერთი არ ყოფილა. იგი ქალაქის, სახელმწიფოს და მთლიანად ცივილიზაციის მფარველად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ათენი მის სახელს ატარებს. გადმოცემის მიხედვით ქალაქის მფარველობისთვის გამართულ შეჯიბრში იგი პოსეიდონს დაუპირისპირდა. პოსეიდონმა ძალისა და ომის სიმბოლოდ წყარო ან ცხენი წარადგინა, მოძრაობისა და ძალმოსილების ნიშნად. ათენამ კი ქალაქს ზეთის ხილის ხე შესთავაზა, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების სიმბოლოდ. ქალაქმა სწორედ ათენა აირჩია. ამ არჩევანში ბერძნული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ღრმა იდეა ჩანს. ცივილიზაცია არ შენდება მხოლოდ ძალაზე. იგი სიბრძნეს, მოთმინებას და შრომას ეყრდნობა. ზეთის ხილის ხე იქცა არა მხოლოდ სიმბოლოდ, არამედ ყოველდღიური ცხოვრების საფუძვლად, საკვებად. ზეთის წყაროთ ვაჭრობის საყრდენად და მშვიდობის ნიშნად. ეს არჩევანი გვაჩვენებს, რომ ნამდვილი ძალა არის ის, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს და არა მხოლოდ ანგრევს. ათენას ხატში ყოველთვის იგრძნობა სიმშვიდე და კონტროლი. იგი იარაღით არის შეიარაღებული, მაგრამ არ არის მრისხანე. მისი მზერა ცივი და მკაფიოა. მისი მოძრაობა ზუსტი და გათვლილი. იგი არ მოქმედებს ემოციებით, არამედ გონებით. სწორედ ამიტომ ათენა ხშირად გამოისახება არა მხოლოდ მუზარადითა და ფარით, არამედ ბუთიც, სიბრძნის სიმბოლოდ. ღამის სიბნელეშიც მხედველი ბუ მის ხატებაში იმაზრს ატარებს, რომ ათენა ჭეშმარიტებას მაშინაც კი წვდება, როდესაც სხვებისთვის ის დაფარულია. იგი ხედავს არა მხოლოდ იმას, რაც თვალსაჩინოა, არამედ იმასაც, რაც დაფარულია. ომში ათენა სრულიად განსხვავებულ გზას ირჩევს, ვიდრე არესი. მისთვის ბრძოლა არ არის თვითმიზანი, იგი არ ეძებს სისხლს და არ ტკბება განადგურებით. მისთვის ომი არის აუცილებლობა, რომელიც უნდა იყოს გააზრებული, გათვლილი და კონტროლირებადი. იგი იცავს ქალაქებს, ხელმძღვანელობს სარდლებს და ეხმარება გმირებს, რათა ძალა ქაოსად არ იქცეს. ამიტომ ბერძნებისთვის იგი უფრო მაღალი და პატივსაცემი ფიგურაა, ვიდრე სხვები. ჰომეროსის ეპოსებში ათენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ილიადაში იგი გმირებს ბრძოლის სტრატეგიას ასწავლის, ხოლო ოდისეაში განსაკუთრებით ახლოს დგას ოდისევსთან, გმირთან, რომელიც არა მხოლოდ სიმამაცით, არამედ გონიერებით გამოირჩევა. ათენა სწორედ იმ ადამიანებს ეხმარება, ვინც ფიქრობს, ითვლის და გეგმავს, იგი არ ეხმარება მათ, ვინც მხოლოდ ძალას ეყრდნობა. ამით იგი გვიჩვენებს, რომ ნამდვილი გამარჯვება ხშირად იწყება არა ბრძოლის ველზე, არამედ გონებაში, იქ, სადაც გადაწყვეტილებები ყალიბდება. ათენა ასევე ხელოვნებისა და ხელსაქმის მფარველია. იგი ადამიანებს ასწავლის ქსოვას, ნაქარგობას, სხვადასხვა ხელობას და პრაქტიკულ ცოდნას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ბუნებას. იგი არ არის მხოლოდ ომის ღმერთი, იგი არის ცივილიზაციის შემქმნელი ძალა. ქალაქები, ტაძრები, კანონები, ხელობა და წესრიგი. ეს ყველაფერი იმ სამყაროს ნაწილია, რომელსაც ათენა იცავს და ავითარებს. მისი გავლენა იგრძნობა იქ, სადაც ადამიანი ბუნებას ამუშავებს და კულტურულად გარდაქმნის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მითი, რომელიც ათენას უკავშირდება, არის არაქნეს ისტორია. არაქნე იყო გამორჩეული ოსტატი ქსოვაში, რომელმაც საკუთარი ნიჭი ღმერთზე მაღლა დააყენა. ათენამ იგი გამოიწვია და საბოლოოდ დასაჯა. ეს ამბავი არ არის მხოლოდ შურისძიება, იგი გვასწავლის, რომ ნიჭი, რომელსაც თამდაბლობა არ ახლავს, შეიძლება თვითგანადგურებად იქცეს. ათენა აქ სიბრძნისა და ზომიერების დამცველად მოგვევლინა და გვახსენებს, რომ ცოდნა პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა არსებობდეს. ათენა ასევე სამართლისა და წესრიგის ქალღმერთია. იგი ხშირად მონაწილეობს კონფლიქტების გადაწყვეტაში და წარმოადგენს ძალას, რომელიც ემოციებს აჭარბებს. მისი სამართალი არ არის შურისძიება, იგი არის წონასწორობა. ის ცდილობს, რომ გადაწყვეტილებები გონიერებაზე იყოს დაფუძნებული და არა ვნებაზე. ბერძნული სამყაროსთვის ეს მნიშვნელოვანი იდეა იყო. კანონი უნდა იდგეს ადამიანურ ემოციებზე მაღლა, რათა საზოგადოება სტაბილურად არსებობდეს. მისი სიმბოლოები ფარი, შუბი, ბუდა, ეგიდა არა მხოლოდ ომის ნიშნებია, არამედ დაცვის, სიბრძნისა და სიფრთხილის სიმბოლოებიცაა. ეგიდა, რომელსაც ხშირად გორგონას თავი ამშვენებს, შიშის ძალასაც გამოხატავს, მაგრამ ეს შიში გამოიყენება დასაცავად და არა ქაოსის გასავრცელებლად. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ათენა ძალას ყოველთვის მიზანმიმართულად და პასუხისმგებლობით იყენებს. თუ აპოლონი წარმოადგენს ჰარმონიას და ნათელს, ხოლო არესი ძალადობის დაუკავებელ ენერგიას, ათენა არის ის ბალანსი, რომელიც ამ ორ შორის დგას. იგი გვასწავლის, რომ ძალა უნდა ემორჩილებოდეს გონებას, ხოლო გონება პასუხისმგებლობას. იგი არის ძალა, რომელიც ქაოსს წესრიგად აქცევს და ძალადობას აზრს აძლევს. ბერძნული კულტურისთვის ათენა იდეალური მმართველია, სტრატეგიის და მოქალაქის სიმბოლო. იგი არ არის მხოლოდ ღვთაება, იგი იდეალია. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, ზომავს, ითვლის, გეგმავს და შემდეგ მოქმედებს, გარკვეულწილად ათენას გზას მიჰყვება. იგი გვასწავლის, რომ ნამდვილი ძალა საკუთარ თავზე კონტროლით იწყება და არა სხვისი დამორჩილებით. ამავე დროს ათენა გვახსენებს, რომ სიბრძნე ყოველთვის მარტივი არ არის. სწორი გადაწყვეტილება ხშირად რთულია, რადგან იგი ემოციების დაძლევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მისი ძალა არ არის ხმაურიანი. იგი ჩუმია, მაგრამ ძლიერი. იგი არ ანგრევს, იგი აშენებს, სწორედ აქ ვლინდება ათენას არსი. იგი არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ არჩევანის ღვთაებაა. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ემოციას გონებით ანაცვლებს, იგი უკვე მის გზაზე დგას. ამ არჩევანში იბადება წესრიგი, კულტურა და მომავალი. და სწორედ ამაშია მისი მარადიული მნიშვნელობა, იქ, სადაც ადამიანი ცდილობს იყოს გონიერი, ზომიერი და პასუხისმგებელი, იქ კვლავ ცოცხლობს ათენას იდეა. იგი გვახსენებს, რომ ცივილიზაცია იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი სწავლობს საკუთარ ძალაზე კონტროლს და სწორ გზას ირჩევს. ქალღმერთი, რომლის ხელში შუბი და ფარი გონებას ემორჩილება, რომლის მზერაც ქაოსში წესრიგს ხედავს და რომლის ძალაც იმაში მდგომარეობს, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ აზრში იწყება. იგი გვახსენებს, რომ ნამდვილი ძალა არა დარტყმაში, არამედ სწორ გადაწყვეტილებაშია და რომ ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომელიც თავიდანვე სწორად არის განსაზღვრული და დაგეგმილი. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი გაგა გოგოჭური. სცენარების ავტორები გაგა გოგოჭური, მირზა ცხოიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.